მოგესალმებით, თქვენ უსმენთ ჩვენს პოდკასტს. კვანტური კომპიუტერი, სუპერგმირული ძალის მქონე მანქანა. წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი კომპიუტერი, როგორც ოთახი, სადაც შუქი ან ჩართულია 1, ან გამორთულია 0. ის ინფორმაციას ამ ორი მდგომარეობით ინახავს, ეს არის ბიტი. ის მხოლოდ ერთ რამეს აკეთებს ერთდროულად. ახლა კი გაიცანით კვანტური კომპიუტერი. ეს არის სუპერგმირული ძალის მქონე მანქანა, რომელიც იყენებს კუბიტებს. კუბიტის მთავარი სუპერძალა ისაა, რომ მას შეუძლია იყოს ერთდროულად ჩართულიც და გამორთულიც, ანუ 1-იც და 0-იც. ამ უცნაურ მდგომარეობას სუპერპოზიცია ეწოდება. სუპერპოზიციის წყალობით კვანტური კომპიუტერი ჰგავს უამრავ ჩვეულებრივ კომპიუტერს, რომელიც ერთად პარალელურ სამყაროებში მუშაობს. მუშაობს ეს ნიშნავს, რომ ის უზარმაზარ გამოთვეფლებს, რასაც ტრადიციული კომპიუტერი მილიონობით წელს მოანდომებდა, საათებში ან წუთებში წყვეტს. კვანტური კომპიუტერები რევოლუციას მოახდენენ წამლების აღმოჩენაში, ახალი მასალების შექმნასა და ყველაზე რთული კოდების გატეხვასი. ეს არის ჩვენი ტექნოლოგიური მომავლის გასაღები. მოდით დავამატოთ კვანტური სამყაროს კიდევ ერთი ყველაზე უცნაური და საოცარი ფენომენი. კვანტური ჩახლართვა. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ორი კუბიტი, კვანტური ბიტი, რომლებიც ერთმანეთთან ჯადოსნურად არის დაკავშირებული. მათ ჩახლართულ კუბიტებს უწოდებენ. რაც ყველაზე საინტერესოა, თუ თქვენ ერთ-ერთი კუბიტის მდგომარეობას გაზომავთ, მაგალითად აღმოაჩენთ, რომ ის არის 1, მეორე კუბიტი, თუნდაც სამყაროს მეორე მხარეს იყოს, იმავე წამს მიიღებს საპირისპირო ან დამოკიდებულ მდგომარეობას, მაგალითად გახდება 0. ეს არის ერთგვარი კვანტური ტელეპათია. ალბერტ აინშტაინმა ამ მოვლენას მოჩვენებითი მოქმედება მანძილზე უწოდა, რადგან ის ეწინააღმდეგება ჩვენს ჩვეულებრივ წარმოდგენას სამყაროზე. სწორედ ეს ჩახლართვა აძლევს კვანტურ კომპიუტერებს უზარმაზარ ძალას ინფორმაციის დამუშავებისა და დაცვისთვის. ამ კვანტურ კომპიუტერებს შეუძლიათ წამებში ამოხსნან პრობლემები, რომლებიც კლასიკურ კომპიუტერებს წლები დასჭირდებოდათ. მაგალითად, ახალ წამლებს იპოვიან კიბოს წინააღმდეგ. ან გატეხავენ რთულ კოდებს კრიპტოგრაფიაში. კვანტური კომპიუტერი იმდენად რთული და საოცარი სფეროა, რომ ყოველთვის არის რაღაც ახალი აღმოსაჩენი. გმადლობთ, რომ უსმენდით ჩვენს პოდკასტს. მომავალ შეხვედრამდე.